3 წლის ულამაზესი ნატალი სამუდამო ინვალიდობისთვის არის განწირული. ბავშვს სკოლიოზის ურთულესი ფორმა აქვს. ხერხემალი იმდენად დეფორმირებულია, რომ სიარული უჭირს. ჯოჯოხეთური ტკივილებისგან ბავშვი თითებს იჭამს. გოგონამ 3 ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. ახლა კი სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს მეოთხე ოპერაცია ხერხემალზე. საჭიროა იმპლანტის შეთქმა. 20 ოქტომბერს ნატალის უკანასკნელი შანსი ეწრება. თუმცა ჩანიშნული ოპერაცია გაუქმდება თუ საბრალო დედა ოპერაციის თანხას ვერ მოაგროვებს. რაქნას მრავალშვილიანმა დედამ რა გაყიდოს, ეს ახლის კი არ არის მათი საკუთრება. რომ ახსენდება, რომ ხანუ რეანიმაციაში უნდა ვიყოთ, რა უნდა გამოვიაროთ, როგორ უნდა გამოვიაროთ, არ ვიცი ღმერთო, არავის არ უსურვებ, ნამდვილად, რა დღესაც მე და ნატალიკო გამოვდივართ, ეს გზა გაიარო, ნამდვილად, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა კატასტროფა და ღმერთს ვევედრები და ყოველთვის ვუოცულობ, რომ ყველა დედას შვილი ყავდეს ჩამრთელი. ეს კი ნატალის ტყუპისცალი ანასტასიაა. ტყუპები ხომ თითქმის ერთი სულის მქონე ადამიანები არიან. ამიტომ ნატალისთან ერთად ანასტასიაც იდანჯება. გახსოვდეთ, 20 ოქტომბერი ბავშვის გადარჩენის უკანასკნელი შანსია. დრო ძალიან ცოტა დარჩა. Ну ты არბიტროთ ხომებო, არბიტროთ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.